გეკა გელაძეს და მის სოლს 6 ბინა, 2 კერძო სახლი და სასტუმროს ნომერი აქვთ. ფლობენ 105,000 ევროიან მერსედესსა და 70,000 დოლარიან ტოიოტას. შულების სწავლაში გადაიხადეს 35,000 გირვანკა სტერლინგი და 20,000 ლარი. მათი ერთი შვილი ინგლისში სწავლობს. ინფორმაციას აიფაქტი ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი გელაძის ოფიციალური ხელფასი 13,600 ლარია. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა შეიარაღებაში 25 კილომეტრზე მოქმედი ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის დამრტყმელი დრონები მიიღო. პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი წერს, რომ დარტყმის საფრთხის ქვეშ ექცევა ცენტრალური ავტობანი, საჩხერე, კასპი, ხაშური, გორი, დუშეთი, ფასანაური და გუდაური, ასევე გორის სამხედრო ბაზა. არ ეთანხმება, რომ მომწავლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, აცხადებს კომპანია კულასა და ბატონის ხელმძღვანელის ბიზნესმენ ვანო გოგლიძის ადვოკატი. გოგლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მის გათავისუფლებას 9,5-მილიონიანი გირაოთი ითხოვდა. ბიზნესმენს ჯარისა და პოლიციისთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებას ედავებიან. სერვისების განვითარების სააგენტო ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ახალი პასპორტების ხარვეზის გამო საქართველოს ათობით მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. სააგენტო ამტკიცებს, რომ ხარვეზიანი პასპორტების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.